დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას დილამშვიდობისა თბილისო დილამშვიდობისა საქართველო დილის პალიტრა აგრძელებს მუშაობას და როგორც დააგპირდით ახლა ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდით თუმცა მანამდე შეგახსენებთ რომ 6 გრადუსია დედაქალაქში მაგრამ კიდევ უფრო მეტად მოიმატებს დღეს ტემპერატურა მოსალოდნელი ნალექი არ გახლავთ ნალექი არ არის მოსალოდნელი უფრო სწორად ახლა კი დღევანდელ სტუმრებს წარმოგიდგენთ ისე ამინდი ჩვენ სასაუბრო თემას ახლა შეიძლება ითქვას პირდაპირ კავშირშია თუ როგორ რანაირად ჩვენ ამას მალე გავარკვევთ მოკლედ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ოჩოპინტრეს პრეზიდენტი გიორგი მეტრეველი და ამავე კლუბის გამგეობის წევრი კახა ჩავლეიშვილი გსტუმრობენ ჩვენ დღეს დილით დილამშვიდობისა დილამშვიდობის მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის მადლობთ რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ ახლა კი ჩვენ სასაუბრო თემას მივხედოთ ნადირობის სეზონია მე როგორც ვიცი თუმცა ნამდვილად ვერ ვერკვევი ამ საკითხში და თქვენ უნდა გამარკვიოთ აუცილებლად ბატონ გიორგი მოდი თქვენგან დავიწყოთ ნადირობის სეზონი რაზე ნადირობთ ახლა რაზეა ნადირობა შესაძლებელი სად არის შესაძლებელი და ნებადართული ალბათ რა თქმა უნდა ხო ყველგან არა რა თქმა უნდა ყველგან არა ნადირობის სეზონი იხსნება აგვისტოს მესამე შაბათ-კვირას და გრძელდება 1 მარტამდე ну რა თქმა უნდა არის დიფერენცირებული სხვადასხვა ფრინველზე სამწუხაროდ ოფიციალურად ცხოველზე ნადირობა ჯერჯერობით არ შეიძლება გარდა მეურნეობებისა ამ ეტაპზე შეიძლება ნადირობა ტყის კათამზე და იხსე სასიხარულოა ის რომ ტყის კათამზე კომუნისტების დროიდან იყო ამოღებული გაურკვეველი მიღწევების გამო 15 დეკემბრიდან ტყის კათამზე ნადირობა და მინდა ყველა მონადირეს სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო რომ უკვე ნებადართულია წელს უკვე ნებადართულია და გადაიწია სეზონმა 1 მარტამდე ტყის კათმის სეზონმა ალბათ იმის მიხედვით რაც ცხოველი სად ბინადრობს დასავლეთში აღმოსავლეთში კუთხეების მიხედვით ნადირობის საგანი მე ვფიქრობ სანადირე ცხოველი იქნება თუ ფრინველი განსხვავდება ხო აღმოსავლეთში ძირითადად რაზე ნადირობენ აღმოსავლეთის საკმაოდ მდიდარი ფაუნა აქვს ფრინველებიდან თუ დავიწყებთ არის კოლხური ხოხობი კაკაბი დურაჯი გნოლი ну სამწუხაროდ ესენი არ არიან ყველა სანადირო ნუსხაში შესული დროებიდან გარკვეული მიზეზების გამო ზოგი წითელ წიგნშიც არის ну იხვი რა თქმა უნდა ყველგან არის საკმაოდ დიდარი ადგილები აღმოსავლეთში ცხოველებიდან კურდღელი რაც შევა შემდეგი წლიდან ალბათ ნუსხაში დიდი ალბათობით მტაცებლები ყველანაირი მგელი მელა ტურა ენოტი და საკმაოდ ჭარბი რაოდენობითაც და სამწუხაროდ მათზეც აკრძალულია ნადირობა იმედი მაქვს მომავალ წლიდან ესეც დაალაგდება ეს თემაც და ნუ საერთოდ დიდი მადლობა ბატონ გიორგი თქვენ მოგმართავთ ამჯერად ბატონ კახა გამგეობის წევრი ხართ ამავე კლუბის როგორც ვიცი და საინტერესო აი ვინ აკრძალულია დაშვებულია რაღაცაზე შეიძლება ნადირობა რაღაცაზე არა ვინ ადგენს ამ ყველაფერს ამ აკრძალვები როდის არის შემოღებული და კიდე აი თქვენ უკვე ახსენეთ ბატონ გიორგი და თქვით რომ მომავალი წლიდან დაიშვება კურდღელზე ნადირობა როდის უნდა გაირკვეს სად წყდება ეს საკითხები ეს გარემოსდაცვის სამინისტროში წყდება ეს ყველაფერი. გარემოსდაცვის სამინისტრო წყვეტს ამ საკითხებს. დიახ, გარემოსდაცვის სამინისტრო და მინდა ვთქვა რომ აი ამდენი წლები იყო უძრაობის პერიოდი, რასაც ქვია და აი როგორც იქნა დაიძრა ყინული. ნელ-ნელა დაიწყეს ჩვენთანაც თანამშრომლობა რაღაცეებს. და ნუ ძალიან დიდი იმედები გვაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან, უბრალოდ სამინისტროს თანამშრომლებთან. ესე იგი ეს კიდევ ერთი მისასალმებელი საკითხია მონადირეებს ალბათ კიდევ უფრო მეტად გაახარებთ ეს ინფორმაცია. აბსოლუტური უძრაობის პერიოდში ვიყავით, ნუ დაახლოებით 15 წელი მეტი. და როგორც ცნობილ მონადირეებს ახლა ამ შეკითხვას დაგისვამთ თქვენ ორივეს, ყველაზე საამაყო ნანადირევი რომელია და რომელი ითვლება ამაზე ნადირობის შემდეგ, განსაკუთრებით თავაწეულები როდის დავიხართ. ჩემი აზრით ვისთვის როგორ? განსაკუთრებულ თავაწეული დავდივართ ის, როდესაც ვართ განსაკუთრებით კარგ ხალხთან ერთად, ვატარებთ განსაკუთრებით კარგ დროს ესეთ შემთხვევაში ყველა ნადირობა არის განსაკუთრებული. ნანადირებს არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. არასდროს არ აქვს ხორცის წონას მნიშვნელობა. თავარი ერთ-ერთ შეკრება და დროის გატარება. და სეზონურად ალბათ ფრინველიც სხვადასხვა ნანადირებიც სხვადასხვა გაქვთ. საინტერესოა ის ფრინველები, გადამფრენი ფრინველები, საიდან მოფრინავენ, ადგილობრივები არიან თუ
არა, ადგილობრივი მარტო მწყერია. გადამფრენი ადგილობრივი პრინციპში ითვლება, რომ ბუდობს თქვა მწყერი საქართველოში და შემდეგ გადადის უკვე თბილ ქვეყნებში. იხვი ტყისქათამი ბუდობენ ჩრდილოეთისკენ და გადმოდიან საქართველოსკენ. ახლა პირადად მე ერთი შემთხვევა მქონდა, როცა დარგოლილი ფრინველი ამოვიღეთ მწყერი და იყო ისრაელის დამღა მქონდა ფეხზე. აი, საიდან ყოფილა თურმე. თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ნადირობისას, ხო? ყავთ ალბათ. კი, რა თქმა უნდა. ჯიშები? სეტერები, ორივე სეტერები ყავს. ორივეს ინგლისური სეტერი. ეს არის ძირითადად სანადირო ჯიში, ხო? როგორც ეს მონადირე ჯიშია, მაგრამ მარტო ეს არ არის ახლა. აი, კიდევ რომელ ჯიშებზე შეიძლება ვთქვათ აქცენტის გაკეთება ნადირობისას? რომელს დაანიჭებენ მონადირეები უპირატესობას? ინგლისური პოინტერი, გერმანული კურცხარი. და დრათხარ. ძირითადად არის 4 ჯიში, რომელიც არის მასიურად, ეს არის ინგლისურებიდან პოინტერი და სეტერი და გერმანულებიდან კურცხარი და დრათხარ. უკვე ემატება ეპონიული შემოვიდა ფართოდ. ადრეც იყო ვთქვათ სპანიელები, ძირითადად რუსული სპანიელი უფრო უკეთესი არის. ვეიმარული ძაღლები დაემატა, ვიჟლა დაემატა. ნელ-ნელა შემოდის უკვე ამ საზღვრების გაფართოებასთან ერთად და ევროპასთან დაახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მონადირე ძაღლების რაოდენობა და ჯიშებიც გაიზარდა. მაგრამ ძირითადად მაინც ინგლისური ძაღლები. რა თქმა უნდა, ეს 4-ეული უცვლელია ისევ და ისევ. სხვათა შორის მეც სწორედ ეს მესმის ყველაზე ხშირად. თქვენ როგორც პროფესიონალი მონადირეები, მოყვარულებსაც ეპატიჟებით ალბათ სანადიროდ სასიამოვნების მისაღებად, თქვენ სიტყვებს გამოვიყენებთ დროის გასატარებლად, მათთან ერთად რაღაც ისეთი უცნაური თავგადასავლების აუცილებლად გექნებათ, ხო? ხშირად. კი, ხშირია, ძალიან ხშირია. მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად სრულდება. რა თქმა უნდა, მაგია მთავარი ჩვენთვის. ხშირად გავრცელებული ანეკდოტების თანახმად ალბათ, არა, რა თქმა უნდა. მონადირე ანეკდოტის გარეშე ეს წარმოუდგენელი. ჩვენი კლუბის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დამწყებებმაც ისწავლონ და დადგნენ და გახდნენ მონადირეები შემდეგში. აი ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონ გიორგი, თქვენი კლუბის საქმიანობის შესახებაც იქნებ გითხრათ და დავასრულოთ ამით ნადირობაზე და ნადირობის სეზონზე საუბარი. ჩვენი კლუბის მთავარი მიზეზია სწორი ნადირობის პროპაგანდა, რომელიც ითვალისწინებს, რომ არ ვიყოთ ბრაკონიერები, არ ვიყოთ ხორცის და ნანადირების რაოდენობაზე დამოკიდებული, ახალ თაობას ვასწავლოთ, რომ არ დაანაგვიანონ ბუნება, არ დატოვონ მას შემდეგ რაღაც ისეთი ცუდი კვალი ბუნებაში და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თავარი არის უსაფრთხოება და ბუნების სიყვარული და არა რაღაცის მოკლა. ნამდვილად კარგ მიზანს ემსახურებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. კლუბი ოჩოპინტრე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მას, რომლის პრეზიდენტი ყავდა დღეს სტუმრად ბატონი გიორგი მეტრეველი და ასევე ამავე კლუბის გამგეობის ხელმძღვანელი წევრი კახა ჩავლეიშვილი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, შობა ახალ წელს გილოცავთ და დიდი მადლობა საუბრისათვის, საინტერესო საუბრისათვის. მოკლედ მე მგონი მონადირეთა ინტერესები დავიცავით, გავითვალისწინეთ ჩვენ დღეს გადაცემაში და საინტერესო საუბარიც შედგა მონადირეებთან. მართლა საინტერესო თემაა, საინტერესო ჰობია ალბათ ბევრისათვის ეს ასია, თუმცა ბევრს ალბათ არც კი ესმის რატო გადაწყვიტა ხალხმა ნადირობა, მაგრამ მართლა ბევრი აზარტულისათვის ეს ძალიან მიმზიდველია და ბევრჯერ გამიგია ამის შესახებ.